საბჭოთა გეოლოგების ფატალური ტექნოლოგიური გათვლების შედეგად ყარაყუმის უდაბნოში მიწა ნახევარ საუკუნეზე მეტია იწვის. ეს არის საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექტოგენური კატასტროფა, რომელსაც ადგილობრივები ათწლეულებია ჯოჯოხეთის კარიბჭის სახელით მოიხსენიებენ. იქ, სადაც ცივილიზაცია მთავრდება მომხდარის რეალური მიზეზები, წლების განმავლობაში საგულდაგულოდ იმალებოდა. რეალობა კი ბევრად უფრო დრამატულია. ჩვენს წინაშე ადამიანის დაუდევრობით გამოწვეული ინფერნო, რომლის შედეგებთან ბრძოლასაც კაცობრიობამ 50 წელზე მეტი მოანდომა. ოფიციალური ვერსიით ინციდენტი 1971 წლით თარიღდება. საბჭოთა გეოლოგები ყარაყუმის უდაბნოში ნავთობისა და გაზის საბადოებს ეძებდნენ. საძიებო ბურღვისას მათ შემთხვევით მიწისქვეშა გაზით სავსე გიგანტური ღრუ გაარღვიეს, რამაც ნიადაგის მყისიერი ჩანგრევა და საბურღი დანადგარის უსყულში ჩატანა გამოიწვია. სწორედ ასე წარმოიქმნა 70 მეტრიანი კრატერი, საიდანაც ამოსული მომწამვლელი აირისგასა ნეიტრალებლად მეცნიერებმა კერას ცეცხლი იმ იმედით წაუკიდეს, რომ მარაგი რამდენიმე დღეში ამოიწურებოდა. თუმცა პროცესი გათვლით დროს არ დაემორჩილა და ცეცხლი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. გაზის კოლოსალური წნევის გამო კრატერის ჩაქრობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლებლად ითვლებოდა, რადგან მისი ამოვსება გარდაუვალ გაუკონტროლებელ აფეთქებას გამოიწვევდა. ვითარება რადიკალურად მხოლოდ 2013 წელს შეიცვალა, როდესაც მკვლევარი ჯორჯ კურუნისი სპეციალური აღჭურვილობით ამ ცეცხლოვან უსყულში ჩავიდა. მისმა ექსპედიციამ დაადასტურა, რომ ამ ექსტრემალურ გარემოში 400 გრადუს ცელსიუს სიცხეში უნიკალური მიკროორგანიზმები ხარობენ. ეს ბაქტერიები სხვა ცოცხალი არსებებისთვის მომაკვდინებელი მეთანით იკვებებიან და დედამიწის ზედაპირზე სხვაგან არსად გვხვდებიან. 2025 წლის ივნისის მონაცემებით ჯოჯოხეთის კარიბჭე ნელ-ნელა ქრება. თურქმენეთის ხელისუფლებამ სტიქიის მოთვინიერება სპეციალური ჭაბურღილების მეშვეობით შეძლო, რომელთა დახმარებითაც მეცნიერებმა გაზის ნაკადები სხვა მიმართულებით გადაამისამართეს. ამ რთული საინჟინრო პროცესის შედეგად ცეცხლის ინტენსივობა 3-ჯერ შემცირდა და ისტორიული ინფერნო თანდათან მილავდება. ამჟამად ყარაყუმის უდაბნოში ვითარება რადიკალურად შეცვლილია. 30 კილომეტრებიდან ხილული ალმოდებული კრატერი 2025 წლისთვის მხოლოდ მბოლავ ორმოდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭე იხურება, მისი ისტორია რჩება პრეცედენტად, რომელიც გარემოში დაუფიქრებელი ჩარევის ფასს მკაფიოდ აჩვენებს. ეს ლოკაცია ადასტურებს, რომ ტექნოგენური შეცდომების ლიკვიდაციას ხშირად 10 წლეულები და მასშტაბური რესურსი სჭირდება. ნახევარი საუკუნის განმავლობაში კრატერის საკუთარი წესებით არსებობდა. დღეს კი, როდესაც სიმბოლო ქრება, მთავარი კითხვა კვლავ აქტუალური რჩება. გახდება თუ არა ეს ნახევარსაუკუნოვანი კრიზისი სათანადო გამოცდილება მომავალი ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის.